ამ შემთხვევაში გვაქვს სამი ზონა, ერთი, მეორე და მესამე ზონა. აქ არის ერთი პრობლემა. როცა სამი ზონა გვაქვს, ამათგან ერთი არის პატარა, აი როგორც ეს არის პატარა ზონა. და თუ გინდა პატარაც არ იყოს, როცა ზონები გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს ბაიპასის დამპერი. ბაიპასის დამპერი იქნება, აქ არ არის ძალიან დიდი 10 ინჩიანი ან 9 ინჩიანი დაქტი გადმოდის რითერნიდან supply-ზე უერთდება და მათ შორის აი შუაში დგება ბაიპასის დამპერი, რომელიც გაიღება და დაიკეტება. ანუ აქ რომ ერთი ზონა იყოს ღია და არ იყოს საკმარისი ჰაერის მოძრაობა, მაშინ ბაიპასიდან გადმოისვრის supply-დან return-ში და დააბრუნებს უკან. ცოტა სიგიჟეა, მაგრამ აუცილებლად საჭიროა რომ აი ეს ცხელი ჰაერი გადმოისროლოს return-ში და return-დან კიდევ დაბრუნდეს უკან, გაათბოს, კიდე და ანუ საერთოდ ზონა არის რაიმეს ზონის გაკეთება არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი შეიძლება ამ სფეროში გაკეთდეს. ზონებად დაყოფა არის ყველაზე დიდი სისულელე. ხდება ზონებად დაყოფა ოღონდ კომერციული შენობების და აუცილებლად ეს კომერციული შენობები უნდა იყოს მაგალითად 500 სკვერფიტი. 500 სკვერფიტი ზუსტად იგივე დაქტი და ამის შემდეგ შეიძლება ზონებად დაყოფა, მაგრამ სახლის ზონებად დაყოფა არის უდიდესი უვიცობა. ამაზე უვიცობას ვერ გააკეთებ ამ საქმეში. ან კიდევ ეხა ეს სამივე ზონა უნდა გავაუქმოთ და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. ამიტომ აქ არც ბაიპასის დამპერია. სხვათა შორის ეს ღია იყო, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ფაქტიურად აი ეს ცხელი ჰაერი უკან უბრუნდებოდა, რაც ცუდია და დავკეტეთ. ხო? თითქმის ეს ბაიპასის იმას ასრულებს რა, აი მოვალეობას თითქმის. ოღონდ სულ ღიაა. ეხლა ეს ძალიან ცხელია სხვათა შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცხელი ჰაერი გამორბის აი აქ, უკან უბრუნდება გასათბობად, აი აქვე ტრიალებს. ეხლა კიდევ რომ ბაიპასი უნდა დავამატოთ აქ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენამდე ვიღაცამ აი ეს ასე დააპროექტა ძალიან უაზროდ, არაპროფესიონალურად, ჩვენ კიდევ უფრო დავამატოთ კიდე ამას უფრო არაპროფესიონალიზმი და გამოდის ბოლოს არაფერი. ამიტომ ზონები თუ კი ვინმე როდესმე ზონას შემოგთავაზებთ, ყოველთვის პასუხი არის არა. გამოსავალი არის. თუ კი ეს იმხელა სახლია, რომ ორ გამათბობელს მოითხოვს, მაშინ უნდა დაყენდეს ორი გამათბობელი, ერთი აქ, სადაც ვართ ბეისმენტში, ერთი ზემოთ. დაუშვათ ჭერში. აქ კიდე თითქოს და ზონებით გადაჭრეს პრობლემა, სინამდვილეში არც არაფერი არ გადაჭრეს, პრობლემების შექმნეს კიდე პირიქით. თუ აქ ბაიპასის დამპერია საჭირო, რაც არ არსებობს, კიდეც რო დავაყენოთ, ისიც გარანტიას არ იძლევა, რომ უფრო დიდ სისულელეს არ გავაკეთებთ.